გადაცემა შეიცავს კომერციულ ინფორმაციას. Galvatonebo da batonebo, rigito mokalakeno da aramarto, mogesalmebat dilis saministro. Gthout miesalmot, dilis ministres, Nino Meunargia da David Malaperidze. დილამ შვიდობისა, ვინც ახლა გაიღვიძა და შემოგვიერთით, მე დაგიბრუნდით სტუმართან ერთად, გოუტურის დირექტორი ნინო ციკლაური შემოგვიერთა. დღეს დიდი დღეა, 28 მარტია, უკვე ვთქვით, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დიდი ასოებით ჩაიწერება დღევანდელი დღე, ევროპამ კარი გაგვიღო და რა ხდება ქუთაისის აეროპორტში, მოკლედ ხალხი მიემგზავრება ზოგი სად. ნუ რასაკვირველია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ ჩვენ ევროპამ გვაღიარა, მაგრამ არის რასაკვირველია გარკვეული წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ. ვიზო მიმოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია საზღვრიდან დავშვათ უკან არ გამოგვაბრუნონ, ამაზე ჩვენ უკვე დილიდან ვსაუბრობთ. თუმცა ახლა ქალბატონ ნინოსთან ერთად ვისაუბრებთ თუ საითკენ არის უფრო უპრიანი გამგზავრება, სად უნდა რა უნდა ვნახოთ, როგორ დავისვენოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრია, როდესაც დავშვათ გეგმავს გამგზავრებას, მით უმეტეს ზაფხული გვიახლოვდება, თან პირველად მიემგზავრება ევროპაში, დიდი არჩევანის წინაშე დგანან, მაგრამ არ იციან საით გაემგზავრონ. რას გვირჩევთ? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს, მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად მოგილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს და ვიმედოვნებ ქართველებს გვეყოფა გონიერება, რომ ეს სტატუსი შევინარჩუნოთ და ვიმოგზაუროთ მთელი ცხოვრება ესე ნაკლები პრობლემები. ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ეს ნამდვილად ჩვენზეა დამოკიდებული. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, რას ვურჩევდით მომხმარებელს, ჩვენი კომპანია ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურად უდგება. რჩევები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი დღე აქვს თავისუფალი ამა თუ იმ პერიოდზე ადამიანს და ბიუჯეტი როგორ აქვს გათვალისწინებული. ნუ პირველად ვინც აპირებს ევროპაში გამგზავრებას, შეიძლება ვურჩიოთ თქვათ შედარებით ბიუჯეტური ტურები, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ეს შედარებით ბიუჯეტური ტურები ზაფხულში სამწუხაროდ ავიაბილეთების ფასები მაინც მოიმატა, რომ აღარ გამოდის თლად ისეთი ბიუჯეტური, როგორც აქამდე ვთავაზობდით ქართულ მომხმარებელს. მაგრამ ნუ მაინც შეიძლება თქვა მოკლე ტურების დაგეგმვა. ახლა საუბრობთ ბიუჯეტურ ტურებზე და მოდით მსმენელს ავუხსნათ, რა იგულისხმება ამაში. ბიუჯეტური ტურები საშუალება მოგვეცა მას შემდეგ, რაც ქუთაისიდან ვიზიარმა დაიწყო ფრენები, პლუს სექტემბრიდან დაამატა ბევრი ახალი მიმართულება, რამაც ძალიან გაზარდა ქართველი მომხმარებლის ინტერესი ამ კონკრეტული ქვეყნების მიმართ, სწორედ მათი ბიუჯეტურობიდან გამომდინარე. როდესაც თქვათ მილანში შეგვეძლო 50 ევროდ ორი გზა ბილეთის აღება, ვთქვათ ძირითადი აქცენტი კეთდებოდა ვთქვათ ამ ქვეყანაზე, ხომ? ბუდაპეშტი იყო ძალიან აქტუალური, ბუდაპეშტიდან ვთქვათ კეთდებოდა კომბინირებული ტურები ვენაში, პრაღაში და ნუ ორ ქვეყანას ნახულობდი ფაქტიურად 160 ევროდ თავის ბილეთიანად. ამიტომ ამ მიმართულებებზე იყო ძალიან დიდი მოთხოვნა. თუმცა როგორც აქამდეც აღვნიშნე, სამწუხაროდ ვიზიარის ბილეთები ქუთაისიდან უკვე საკმაოდ მაღალი ფასი ღირს. რატომ რა მოხდა? არ ვიცი, თვითონ დავაკვირდეთ ალბათ ჯერ ამ ყველაფერს. ერთი ფაქტორია სეზონურობა, ნუ ზამთართან შედარებით ზაფხული ყოველთვის მაღალი ფასია, ვთქვათ, იგივე ხდება ჩვენ ქვეყანაშიც, ვთქვათ, ვინც ჩვენთან ისვენებს. და მეორე ფაქტორი არ შეიძლება ნაწილობრივ აი ამ ვიზა ლიბერალიზაციასთანაც იყოს დაკავშირებული, რომ მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია ევროპის მიმართულებით. კარგი, იმედი დავიტოვოთ მაინც, რომ ეს ზაფხულთან მიმართებაშია ფასები აწეული. თუმცა ხო, იცით რა, ის რომ 160 ევროდ შეგვეძლო დავუშვათ თუნდაც როგორც თქვენ ბრძანეთ ბუდაპეშტში ჩასვლა, ნუ მსმენელს უნდა ვუთხრათ, რომ ნუ ახლა ამჟამად ნამდვილად ეს ფასი აღარ არის. თუმცა მაინც იცით რა, სტატისტიკა მაინც ასეთია, მე მგონი თქვენ
ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ ყოველთვის მომხმარებელი ფიქრობს გაემგზავროს იმ ქვეყანაში, სადაც დაუშვათ დაბალ ბიუჯეტიანია, ასე ვთქვათ, როგორც გამგზავრება, ასევე დასვენება. როდესაც საუბარია დაბალ ბიუჯეტზე, აქ ძირითადად იგულისხმება რასაკვირველია მგზავრობა, ხო? კი ბატონო. მგზავრობა არის აი ამ ტურის ბიუჯეტის განსაზღვრელი ძირითადი ფაქტორი. თუ ვყიდულობთ ავიაბილეტს დაბალ ფასში, გამოდის, რომ ტური საბოლოო ჯამში ძალიან მიმზიდველი ფასია. თუმცა ერთი მომენტიც არის, ჩვენ მომხმარებელმაც მეტნაკლებად დაიწყო მოგზაურობის ადრე დაგეგმვა. ამიტომ ვურჩევდი თქვენ მსმენელებს და ყველა დაინტერესებულ პირს, რომ მოგზაურობა დაიგეგმოს რამდენიმე თვით ადრე. თქვა და შესაძლებელია უკვე დაიგეგმოს ოქტომბრის მოგზაურობა, ნოემბრის. აი ამ მნიშვნელოვანია ადრე დაგეგმვა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ავიაბილეთების კუთხით, რომ წინასწარ-ნაყიდი ავიაბილეთი გაცილებით დაბალი ფასია, ვიდრე მოახლოებულ ფრენებზე ავიაბილეთების შეძენა. და კიდევ ერთ ვურჩევდი, რომ მაინც აგვისტოში ვირჩევთ ყველანი, აი იმიტომ რომ ყველაზე პიკური მომენტი არის აგვისტოში და გამოდის, რომ ვერანაირად ვერ ვჯდებით ხოლმე აი ამ ბიუჯეტურ ვარიანტში. გასაგებია და უფრო გეზი საით არის, თავშეთ როდესაც ევროპაზე ვსაუბრობთ, რომელი ქვეყნებით არიან ჩვენი მოქალაქეები დაინტერესებული? ჩვენი კომპანიის შემთხვევაში ესეც სალსახად არ არის ერთი-ორი ქვეყანა, თუმცა ძირითადი მოთხოვნა არის იგივე, ვთქვათ, მაინც ამ ბუდაპეშტიდან ტურებზე. აი ხა ზაფხულში ძალიან აქტუალურია იტალია, ესპანეთი, აი ზღვისპირა ქვეყნები. ვინც უკვე წლებია მოგზაურობს, იმათთვის ცოტა ახალი ქვეყნების შეთავაზებაც დავიწყეთ, ვთქვათ, მალტა როგორიც მაგალითად. იგივე ვთქვათ, საკურორტო ზონები იტალიის სამხრეთით და ამ ბოლო დროს ძალიან აქტუალურია მომართვიანობამ ძალიან იმატა საბერძნეთის კურორტებზე. რაც განპირობებულია ძალიან კარგი პაკეტური ტურები შეთავაზება ხდება მიმართულებით თავისი პირდაპირი ფრენებით, ტრანსფერებით და ასე შემდეგ, ანუ იქ რომ ფაქტიურად არაფერი აღარ გეხარჯება და საკმაოდ ნორმალური ფასებიც არის და პლუს ერთი მომენტი კიდევ, რომ ფრენები არის პირდაპირი და კომფორტული. ძალიან კომფორტულია. რა უნდა გაითვალისწინოს თქვენმა მომხმარებელმა? გამგზავრების წინ. გამგზავრების წინ მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს ის, რომ საბუთები, რაც ოფიციალურად არის გამოცხადებული, კონდეს ყველანაირ დოკუმენტაცია წესრიგში, რომ არ მოხდეს მათი საზღვრიდან დაბრუნება, იმიტომ რომ სავარაუდოდ მე აღარაფერი არ ნაზღაურდება და ეს თანხა გამოდის გადაყრილი აქვს და პლუს ფსიქოლოგიური ფაქტორიც არის, ვთქვათ, რომ გაბრუნებენ უკან. ამიტომ მე ვურჩევდი, რომ მიმართონ, თქვათ, კომპეტენტურ ტურისტულ კომპანიებს და მათთვის ეს ვინც აქამდე არ ყოფილა გასული. ვინც, თქვათ, უკვე ბევრს მოგზაურობს, იმან შეიძლება თავისითაც რაღაცნაირად დაგეგმოს კომპეტენტურად მოგზაურობა, მაგრამ გასაგებია, ჩვენ ვსაუბრობთ დაბალ ბიუჯეტიან ტურებზე და როგორ ასწრებს დაუშვათ ტურისტი, როდესაც დაბალ ბიუჯეტიანია, უბრალოდ რამდენ დღეს ითვალისწინებს დაუშვათ და რას ასწრებს აი ამ გარკვეულ ვადებში, იმიტომ რომ არის 3 დღიანი ტურები, 4 დღიანი ტურები. ბატონო. როცა 3 და 4 დღიანი ტურებია, მაშინ სალსახად ერთ ქალაქში ხარ. და ნუ 3-4 დღე ერთი ქალაქისთვის, იქ რო ცოტა დატვირთულად იმოძრაო, საკმარისია. თუ ვთქვათ, უფრო ხანგრძლივ ვადიანი არის მოგზაურობა, მაშინ შეიძლება დავგეგმოთ 2 ქალაქი, 3 ქალაქი, ან თუნდაც 2 ქვეყანა, ვთქვათ, ეხლა ერთკვირიან ტურებში, ვთქვათ, თავისუფლად ესწრებოდა ბუდაპეშტთან ერთად, ვთქვათ, ვენის ნახვაც, ან პრაღის ნახვაც, ანუ 3 დღე ერთი ქალაქისთვის, ასე ვთქვათ, საკმარისია. თუმცა, მოდით ისიც ვთქვათ, რომ რაც შეეხება ეხლა ძირფესვიანად ერთ ქალაქს, 3 დღეში ალბათ მაინც ვერ დავათვალიერებთ. ხო, გააჩნია ადამიანის მოთხოვნებს, ვთქვათ. რაც შეეხება მოთხოვნებს, მეტი მოთხოვნა დავუშვათ რაზეა, ეხლა თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ ხო Go Tours ტურისტებთან მუშაობის. რამდენად აინტერესებთ მათ დავუშვათ ეს ღირსშესანიშნაობები, იმიტომ რომ არის ცალკე შოპინგ ტურებიც, ხო? კი, არა, ნამდვილად აინტერესებს ჩვენ მომხმარებელს ღირსშესანიშნაობები. ვთქვათ, ჩვენ ამა თუ იმ ქალაქზე ვაძლევთ, ვთქვათ, ვეხმარებით კიდევაც წინასწარ, ვთქვათ, რა არის სანახავი დაახლოებითი ბიუჯეტი, ამა თუ იმ მუზეუმის რამდენია,
თქვათ მაგალითად ახლა იტალიაში რომ ჩადიხარ და კოლიზეუმში შესვლა გინდა, იქ შეიძლება ერთი დღე ვთქვათ რიგში იდგე, ამიტომ ამ ბილეთებსაც წინასწარ შევაწინებთ, რომ ეს დრო დავაზოგინოთ და იქ მაქსიმალურად ვთქვათ ბევრი მოასწრო. ფაქტია, რომ თქვენ ითვალისწინებთ ტურისტულის კონკრეტული პირის მოთხოვნებს. რა შეეხება შოპინგ ტურებს? არის ცალკე შოპინგ ტურები? ცალკე შოპინგ ტურები არის, ოღონდ ჩვენ მაინც კომბინირებაში ვარჩევთ ხოლმე, რომ მარტო შოპინგით არ შემოიფეხ, ვიღაცას თუ მარტო შოპინგი უნდა ის თავისით მიდის, თქვათ, ხო და როცა ჯგუფური ტური დგება, როცა რაღაც აუცილებლად ჩართული არის იქ მაინც ეს კულტურული მომენტები. რაც შეეხება სასტუმროებს, ანუ დავუშვათ როგორ სასტუმროებს თავაზობთ, როგორი ეგ სასტუმროების მომსახურება, რაც შეეხება დაბალ ბიუჯეტს, ხო, ამ შემთხვევაში რა პირობები აქვს დავუშვათ მომხმარებელს, იმიტომ რომ ნუ ფაქტია რომ ყველას არ აქვს იმის საშუალება რომ განთავსდეს ხუთვარსკვლავიან სასტუმროში. არა, ევროპაში მე არც ვურჩევ, როცა კულტურულ ტურს ეხება მოგზაურობა მგზავრებს რომ 5 ვარსკვლავი და 4-იანიც კი შეიძლება ზედმეტი იყოს. ძირითადად ვარჩევთ 3 ვარსკვლავიან სასტუმროებს, ოღონდ ცენტრალური მდებარეობით, თქვათ რომ 2 იმდენი არ დახარჯავ, თქვათ ტრანსპორტი არ ღირს ევროპის უმრავლეს ქვეყანაში იაფი. ამიტომ როცა მთელი დღე გარეთ ხარ ადამიანი და ვთქვათ დაკავებული ხარ რომ შეიცნო ესა თუ ის ქალაქი თუ ქვეყანა, არ გჭირდება ვთქვათ სასტუმროში მაინც ძალიან განსაკუთრებული კომფორტი. თუმცა აღსანიშნავია ის რომ თუნდაც ბიუჯეტური სამორსკვლავიანი სასტუმროები, რომლებიც საკმაოდ დაბალი ფასი ღირს, სისუფთავე, საუზმე და მის ნორმალური დასაძინებელი და ყველაფერი არის შექმნილი. კი ბატონო. კარგით, მე ნინოსთან ერთად რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით, ასე რომ დაგველოდეთ. გადაცემა შეიცავს კომერციულ ინფორმაციას. Galbatonebo da batonebo, rigito mokalakeno da aramarto, mogesalmebat dilis saministro. Ktot miesalmot, dilis ministres, Nino Meunargia da David Malaperidze. ესეთი ამაღლებული განწყობით დაგიბრუნდით სტუმართან ერთად გოუტურის დირექტორი ნინო ციკლაური გვესაუბრება იმ საინტერესო თემებზე. მე მგონი ვიზა ლიბერალიზაციის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა ევროპაში წამსვლელთა მსურველთა რაოდენობა. ფაქტია რომ დილიდან ქუთაისის აეროპორტი სავსეა და სხვადასხვა მიმართულებით მიემგზავრებიან ადამიანები. და მოდით კიდევ ერთხელ ნინო შევახსენოთ თქვენს მომხმარებელს თუ რა უნდა გაითვალისწინონ ევროპაში გამგზავრების წინ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვინც ახლა შემოგვიერთდით. აუცილებელი გასათვალისწინებელი ფაქტორია ის რომ გქონდეთ ორმხრივი ავიაბილეთი, გქონდეთ სასტუმროს ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა და ფინანსური უზრუნველყოფის გარანტია, ან ნახტი ფულის სახით, ან თქვათ ბარათზე, ოღონდ ბანკიდან ამ დამადასტურებელი ცნობა, რომ თანხა კიდევ თანგარიშზე. ეს იმისთვის რომ არ მოხდეს საზღვარზე გაუგებრობები და არ მოხდეს ანუ მგზავრების უკან დაბრუნება. და მნიშვნელოვანია ის რომ ფიქსირებულ ვადაში ანუ 90 დღის მერე ისინი უნდა დაბრუნდეს აუცილებლად. მომენტია, იმიტომ რომ არ განმეორდეს იგივე ვთქვათ რაც ხდება იგივე ისრაელის შემთხვევაში. ისრაელთანაც უვიზო მიმოსვლა გვაქვს, მაგრამ ნახევართვითმფრინავს დაბრუნებენ უკან. კი ბატონო, ჩემ თვალწინაგდათ არაერთხელ მოხდა ეს. ანუ ისევ გავიმეოროთ რომ უვიზო რეჟიმი იმას არ ნიშნავს რომ თუნდაც საბუთები წესრიგში არ კონდეს და დავუშვათ აი ეს გარკვეული ვადები, რა ვადებზეც არის საუბარი, ის შემდეგ დავუშვათ მოქალაქემ დაარღვიოს, ხო? ჩვენთაგანის მოქალაქეობა პასუხისმგებლობა არასაკმარველია, ვალია და ვალია რომ არ გავუფუჭოთ ქვეყანას, ასე ვთქვათ, იმიჯი და რასაკმარველია, იმიტომ რომ ფაქტია რომ ძალიან დიდი რამე მოხდა ევროპამ ჩვენ კარი გაგვიღო და ეს არის უდიდესი აღიარება და ძალიან დიდი შესაძლებლობები, ხო? რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციას, ანუ უფრო გაიზარდა თუ არა მომხმარებელთა დაუშვათ მოთხოვნა,
რიცხვი რა ხდება ახლა თქვენთან? ნამდვილად გაცილებით გაზრდილია. თქვათ იყო კატეგორია მგზავრების, რომლებსაც აქვთ რეალურად შემოსავალი, მაგრამ ან ვერ ადასტურებენ, ან ეს საბუთებთან დაკავშირებული მოგროვებასთან დაკავშირებული თქვათ რაღაც პრობლემებია და არჩევდნენ უპირატესობას უვიზო ქვეყნებს, ან ისეთ ქვეყნებს, თქვათ აი აზიის მხარეს, სადაც ან ადგილზე გირტყავენ ვიზას, ან მარტივად ჩამოდის თქვათ ყოველგვარი საბუთების გარეშე. აი ეხლა სხვებთან ერთად ესეთი კატეგორიაც გადმორთულია აბსოლუტურად ევროპაზე და სურთ რომ მაქსიმალურად მოიარონ უკვე ბევრი ქვეყანა. გასაგები და ვინც ახლა შემოგვერთა მათ საყურადღებოდ თქვენ უკვე გადაცემის პირველ ნაწილში აღნიშნეთ რომ ფასები გაიზარდა. და ნუ იმეც ვიტოვებთ რომ ეს არის ზაფხულის პერიოდთან დაკავშირებით, ხო და შესაძლებელია შემოდგომიდან ისევ დაიწოს ის რომ დავუშვათ 160 ევროთ ბუდაპეშტში მიდიოდა დავუშვათ მოქალაქე ტურისტი, ხო ერთი კვირით, ხო? ნუ ფაქტიურად დღეს შეუძლებელია ეს აღარ არის და დაახლოებით რა თანხაზია საუბარი, იმიტომ რომ ბუდაპეშტზეა დიდი აქცენტი. ეხლა ზაფხულში სადღაც ალბათ 300 ევრომდეა გაზრდილი ეს ფასები. ანუ ერთკვირიანი ფაქტიურად დასვენება. კარგი და როდესაც საუბრობთ გამგზავრებაზე ნებისმიერ ქვეყანაში, რასაკურველია ქართული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია სამზარეულო, ხო? ნუ გამორიცხულია რომ არ დააგემოვნო იმ ქვეყნის სამზარეულო, სადაც იმყოფებით და აი წინასწარ დაუშვათ მითითებებს აძლევთ, არჩევებს აძლევთ თქვენს მომხმარებელს. აუცილებლად ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს ამა თუ იმ ქვეყანაზე მაქსიმალური რჩევებით ვუშვებთ ჩვენ მომხმარებელს. რა თქმა უნდა ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი სამზარეულოა. ვურჩევთ თქვათ იმ კერძებს, რაც სასურველია რომ გასინჯოს. თუმცა არის კატეგორია შეიძლება ინდოეთში მიდიხარ, მაგრამ თევზეულს არ ჭამთ თქვათ, ხო? ან ესპანეთში. კი ბატონო, ან ესპანეთში. ნუ ჩვენი მხრივ ყოველ შემთხვევაში ვაძლევთ რჩევას, რომ ამა თუ იმ ქვეყნის დამახასიათებელი კერძი სად გასინჯონ. სად დააგემოვნონ აუცილებლად. კარგი და რაც შეეხება ფასებს, ალბათ ამის გათვალისწინებით ხო, იმიტომ რომ ნუ ფაქტია, როდესაც ჩავდივართ რომელიმე ქვეყანაში ტურისტულ ზონას, რასაც ვეძახით, იქ ყველაფერი ძალიან ძვირია და ამ შემთხვევაში თქვენ რას ურჩევდით მომხმარებელს? აი ჩვენ სწორედ აი ამ რჩევებს ვაძლევთ, რომ მაინც და მაინც იმ ცენტრალურ ნაწილში განლაგებულ, ვთქვათ, ნუ ძირითადად ტურისტული ზონა, სადაც არის მიირთმევენ, ვთქვათ, ამა თუ იმ კერძს ამონ ვაძლევთ შესაბამისად რჩევა, სად შეიძლება ნორმალურ კვების ობიექტში დააგემოვნონ შეიძლება გაცილებით უკეთესად მომზადებული კერძი, ვიდრე აი ამ ბუმში, სადაც ფასები ძალიან მაღალია. ძალიან მაღალია და შესაბამისად მაღალია ასევე სუვენირებზე ფასები და შეიძლება დავუშვათ ცოტა მოშორები ცენტრიდან, სადაც ტურისტული ზონა არ არის, იქ გაცილებით დაბალ ფასში შეიძინოს მაგალითად ესეა, ვთქვათ, ხო? თბილისის ტურისტულ ზონაში რა ხდება, ვთქვათ, ფასები ყველა ძალიან მაღალია. გამოცდები, ვთქვათ და სტაბილურდება. კარგით, ვინც ახლა პირველად მიემგზავრება, ან სურვილი აქვს გაემგზავროს ევროპაში, რომელ ქვეყანაში ურჩევდით სასვლას და რატომ? ეს პირველ რიგში მგზავრთან გასაუბრების შემდეგ მოგდის ჩვენს იდეები, სად უნდა გავუშვათ ესა თუ ის მგზავრი. ნუ მე პირადად ძალიან მიყვარს სხვა და ზაფხულის ფაქტორიდან გამომდინარე, ალბათ მაინც ვურჩევდი საზღვაო კურორტებზე სასვლას. იგივე იტალია, იგივე ესპანეთი, საბერძნეთი, ლარნაკაზე არის კვიპროსზე, ანუ მოთხოვნა გაზრდილი. ფასები ჯერჯერობით ლარნაკაში ნორმალურია, აი ამ ვიზი არის ფრენებთან დაკავშირებით. საბერძნეთზე ძალიან კარგი პაკეტები არის პირდაპირ ფრენებით და ძალიან დიდი კომფორტია და ამიტომ ძალიან დიდი ინტერესი არის. რაც შეეხება იტალიას და ესპანეთს, ნუ აქ აქ არ არის არ არის თქვათ ისეთი ფასის კლება, რომ რაღაც ან მატება, რაღაც სტაბილურად თქვათ ყოველ საფხულს ერთი და იგივე სიტუაცია. კარგი და რაც შეეხება ზამთრის კურორტებს? რაც შეეხება ზამთრის კურორტებს, აი ნუ მე პრინციპში კულტურულ ტურებს ერთს დავამატებდი, ყველას ვურჩევდი, რომ თქვათ გაზაფხულზე ან შემოდგომაზე დაიგეგმოს, უფრო სასიამოვნო არის ეს, როცა ბევრი სიარული გიწევს, რომ თქვათ ან ნაკლები სიცხეა, ან ისე არცივა, თქვათ, ხო? ყველაზე კარგი მომენტი სწორედაც აი ამ ღირსშესანიშნაობების სანახავად და ბევრი სასიარულო როცა გაქვს არის გაზაფხული და შემოდგომა. რაც შეეხება ზამთრის კურორტებს,
ზამთრის კურორტებიდან ჩვენი კომპანიის შემთხვევაში აქტუალური არის თურქეთის და ბულგარეთის ზამთრის კურორტები ალპებშიც მიდიან, მაგრამ იმდენი მოთხოვნა არ არის. ალბათ შესაბამისად ძვირია. და ძირითადად ეს მიმართულებები ზამთართან. კარგით. თუმცა ზამთარში ჩვენი მგზავრებისთვის ძალიან მიმზიდველი არის ზაფხულის კურორტებსაც ასლო, თქვა ეგვიპტეში, დუბაიში და ასე შემდეგ. კარგით. რაც შეეხება აი ახლა პირველ მგზავრებს, გყავთ თუ არა აი დღიდან, დღეს ხო კარები გაგვიხსნა ევროპამ და აი დავშოთ ვინ მიემგზავრება, ნუ გვარებს და სახელებს არ გთხოვთ, მაგრამ დავშოთ აი რამდენი მგზავრი, რომელ ქვეყანაში, როგორია მათი განწყობა. დღეს ხო ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და დღეს ესე ჩვენს ველოდებით მოუთმენლად მგზავრებისგან ინფორმაციის მიღებას, როგორ ჩავიდნენ, როგორ გაიარეს ეს პროცედურები და ასე შემდეგ. დღეს ყავს რამოდენიმე მგზავრი ბუდაპეშტის მიმართულებით და შემდეგი მგზავრები ყავს უკვე 2 დღეში მილანის მიმართულებით. თუმცა ჩემი მგზავრების რაღაც ნაწილს აქვს ვიზა, წინასწარ გქონდა აღებული ვიზა, იმიტომ რომ გეშინოდა შევა ძალაში ამოქმედდება, ну იმათ დაიჭირეს თადარიგი და არიან ეგეთები, ვისაც ჯერ კიდე ვიზები აქვთ, ასე ვთქვათ და ეხა მიდიან აპრილში რეალურად სამოგზაუროდ. კარგით. რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციას, რა საკვირველია ის, რომ ევროპამ გვაღიარა და ევროპის კარიღია, ანუ ეს არის ისტორიული მომენტი, ესეთი ისტორიული, ხო, გაზაფხული დადგა და ნუ 28 მარტის შევა საქართველოს ისტორიაში. მაგრამ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, როდესაც დაუშვათ ადამიანი ჩადის ერთ ქვეყანაში, მას უკვე ძალიან ადვილად აქვს იმის საშუალება, რომ გადაადგილდეს გადავიდეს ხო სხვა ქვეყანაში და ამ შემთხვევაში თქვენ წინასწარ ურჩევთ თუ არ სად არის მისთვის დაუშვათ მოსახერხებელი, იმიტომ რომ ადგილზე ისინი უკვე ხო დამოუკიდებლად გადაადგილდებიან. კი, როცა ჯგუფური ტურები გვაქვს გამოცხადებული, მაშინ რა თქმა უნდა ყველაფერი წინასწარ არის გაწერილი და უკვე ეს თავისუფლება, ასე ვთქვათ, მგზავრებს აღარ აქვს და ჩვენ რაც გაწერილია მივყვებით იმ ტურს. თუმცა ინდივიდუალური ტურების შემთხვევაში ეს ხდება, ანუ თავიანთი სურვილისამებრ. აი როგორ ხდება დაგეგმარება? არის ხშირად ესეთი მოთხოვნები, რომ აქედანვე დავგეგმოთ და აქედან ვთქვათ ვარჩევთ ისეთ ქვეყნებს, როდესაც 2 ან 3 ქვეყანაზე ალაპარაკი, ვთქვათ ახლო მდებარეობით იყოს, ვთქვათ ქვეყნები, ქალაქები და ასე შემდეგ, ვთქვათ. აი შესაძლებელია ვთქვათ პრაღაში ჩაფრინდე, გადახვიდე ვენაში, გადახვიდე დრეზდენში, რაც ნუ ძალიან დიდ ხნიან მგზავრობასთან არ არის დაკავშირებული, ხო? პრაღიდან რომ წახვიდე ბარსელონაში შეუძლებელია, ხო? ამიტომ აი ესე გეგმავთ მგზავრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, აი მახლო რა შეიძლება მარტო ქალაქი კი არა ქვეყანაც რომ შეიცნოს, ასე ვთქვათ. თუმცა არის ესეთი შემთხვევები, რომ გვეუბნებიან, არა, ჩვენ 10 დღით წავალთ და იქ გადავწყვეტ, ვთქვათ, გვინდა, არ გვინდა. ამ შემთხვევაში არიან თუ არა თქვენთან კომუნიკაციაში? კი, არის მომენტი, რომ თვითონ აბავენ თავს თავისუფლად, თუმცა არის შემთხვევები, რომ იქიდან გვირეკავენ, აქედან აგვიღია ჩვენ შიდა ბილეტები. ხა ზუსტად ამაზე მინდა დასაუბარეთ. ანუ არის ესეთი შემთხვევებიც, რომ გთხოვენ დახმარებას ამ მომენტში უსასყიდლოდ ჩვენ კომპანიის ხარჯებით ვიღებთ ბილეთებს და ნუ ჩამოდიან მერე ანუ და რაც შეეხება ადგილზე გადაადგილებას, მე ასე ვიცი, რომ წინასწარ როდესაც ჯავშნით, ამ შემთხვევაში თქვენი კომპანია მათ ეხმარებათ, უფრო იაფი უჯდებათ, ხო? იმიტომ რომ შიდა მატარებლებით გადადიან დავუშვათ ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში. საერთოდ ყველაფერი წინასწარ არის გაცლებით დაბალი ფასი, ვიდრე იმ მომენტში, როცა რაღაც გინდა, ხომ? ამიტომ უმჯობესია, როცა ადამიანი გარკვეულია თავის სურვილებში, ასე ვთქვათ, მოხდეს წინასწარვე შეძენა აი ამ შიდა გადაადგილების. კარგი. მაშინ მოდით მსვენელს ვუთხრათ იმ შემთხვევაში, თუ დავუშვათ ეს ყველაფერი დაჯავშნილია, ნუ მაგრამ რაღაცა გარკვეული მიზეზების გამო დავუშვათ ადამიანი ვერ გაიმგზავრა. რა ხდება? ამ შემთხვევაში ვიქცევით ისე, რის საშუალებასაც გვაძლევს ესა თუ ის ავიაკომპანია, ან ესა თუ ის სასტუმრო. სტანდარტულად ეს ბიუჯეტურ ტურებს, რაც ეხება, იგივე ვიზი არის ბილეთებს, ფაქტობრივად არაფერი არ ბრუნდება იმ ბილეთებიდან. ეს უნდა გაითვალისწინოს ადამიანს. ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია, ამას აუცილებლად ვაფრთხილებთ ჩვენ მგზავრს ამის თაობაზე. თუმცა სხვა ავიაკომპანიებიც თუ ბიზნეს კლასი არ გაქვს, მაინც ნაყიდი, ხო? ბრუნდება იდეაში მიზერული თანხები. ძირითადი ნაწილი მაინც თქვათ ტურის საფასურის დაკარგულია.
თუმცა სხვა მდგომარეობა არის პაკეტურ ტურებთან დაკავშირებით, როგორც არის ვთქვათ, თურქეთი, ეგვიპტე, იგივე საბერძნეთი. როდესაც წინასწარ ვჯავშნით ტურებს, თქო ჩვენ გვაქვს უკვე ჯავშნები ივლისზე, აგვისტოზე და ასე შემდეგ და გამგზავრებამდე 2 კვირით ადრე პერიოდში, მგზავრი გვატყობინებს, რომ ვერ მიემგზავრება, ამ შემთხვევაში თანხა სრულად ბრუნდება უკან. თუ 2 კვირაზე ნაკლებია დარჩენილი მოგზაურობამდე, უკვე შესაბამისი ჯარიმებით, რასაც ჩვენი პარტნიორები გვიწესებენ, ასე ვთქვათ. თუმცა ამ ყველაფერზე მგზავრები არიან აუცილებლად ტურის შეძენამდე ინფორმირებულები, ხელშეკრულება უფორმდებათ მათ, რომ ვიყოთ ორივე მხარე, ასე ვთქვათ, დაცული. კარგი. ну ჩვენ საუბრობთ ვიზა ლიბერალიზაციაზე დილიდან და გასათვალისწინებელია ის და ის უკვე არაერთხელ აღნიშნეთ რომ ის რომ დაუშვათ უვიზო რეჟიმი ეს იმას არ ნიშნავს რომ საბუთები არ კონდეთ წესრიგში და კიდევ ის რომ არაფრით არ უნდა დაირღვეს ის გარკვეული ვადები აი იმ შემთხვევაში დაუშვათ ტურისტულმა კომპანიამ გაუშვათ ტურისტი და ну მოდით ასე პირდაპირ ვთქვათ ის დარჩა პასუხისმგებლობას დაუშვათ თქვენ თავზე იღებთ თუ არა აბსოლუტურად ეს თქვენგან დამოუკიდებლად ეს ხდება პრინციპში ჩვენგან დამოუკიდებლად ყოფილა ეგეთი მომენტები, როდესაც ვიზა უღიათ და მაინც დარჩენილა. ჩვენ უბრალოდ ვეხმარებით რაღაც თქვათ იმ კუთხით, რა კუთხითაც ტურისტულ შეუძლია დახმარება, ხო? მიუხედავად იმისა, რომ შემოწმებები გაიარა, ვთქვათ, საკონსულოს აქვს ამის ბერკეტები, მე არ მაქვს არანაირი ბერკეტი, რომ ვამოწმო ამ თუ იმ ადამიანის ფინანსური შემოსავლები და ასე შემდეგ. ამის მიუხედავად ყოფილა ესეთი შემთხვევები სავარაუდოდ ველოდებით რომ უფრო გახშირდება თუმცა ჩვენ ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერავის წინაშე ისევე როგორც მგზავრის წინაშე ვერ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმას გაუშვებენ თუ არ გაუშვებენ ასევე დარჩენის შემთხვევაშიც აბსოლუტურად პასუხისმგებლობის გასაგებია და კარგით ბოლოს მე პირადად თუ შეიძლება პირდაპირ ეთერში მირჩიეთ ძალიან მინდა იტალიაში გამგზავრება სად მირჩევთ იმიტომ რომ მინდა იმ ღირსშესანიშნაობების დათვალიერება არანაირი შოპინგ ტურს არ გულისხმობ და მე ვიცი ძალიან ბევრი მსმენელი ხა ბევრი გვისმენს რომელთაც გეზი აქვს იტალიისკენ ერთკვირიან ტურს 3 დღიანს რას გვირჩევთ და სად ჩავიდეთ იმიტომ რომ არის ის ქალაქები რომლის არ დათვალიერება შეუძლებელი ხა რომს მაგალითად იმხელად რომი აქვს და აი სად წავიდეთ როგორ მოვასწროთ ეს ყველაფერი მე თქვენ პირადად გირჩევდით რომ შვებულება ერთკვირადად ცოტა კიდე მეტი დაგეკმოთ 2 კვირა 10 დღე 10 დღე მაინც რომ მოასწროთ რამოდენიმე იმ ძირითადი ქალაქის ნახვა რის გარეშეც ალბათ იტალია წარმოუდგენელია ჩამოგვითვალეთ ვიცით მაგრამ კიდე რომი, ფლორენცია, ვენეცია, ვერონაში შეიძლება ვენეციიდან გადასვლა, ვთქვათ, ну მილანით შეიძლება ჩასვათ, მაგრამ რადგან შოპინგ ტური გამორიცხული გაქვს, შეიძლება ამ შემთხვევაში მილანი დავტოვოთ და მე შოპინგისთვის წახვიდეთ. შეიძლება ნეაპოლი, აი ეს უამრავი. ну სამ ქალაქს 10 დღეში მოასწრებთ, ისე რომ გემრიელად მოიაროთ. ანუ ამისთვის საჭირო 10 დღე და მაინც ალბათ უმჯობესია, რომ როდესაც გეგმავთ გამგზავრებას, ну რასაკვირველია ის ვადებიც ყველა ვადა გავითვალისწინოთ, რომ 3 დღეში ალბათ დასვენება წარმოუდგენელი და ყველაფრის დათვალიერება და კიდევ პირველი მგზავრი ვინ არის? დღეს ვინ გამგზავრეთ? ანუ იქ ქუთაისში ერთი ამბავია აეროპორტში და თქვენ თუ გაუშვით ვინმე დღეს? ხო, ანუ კაი, ბარისახელი არიან თქვენი მგზავრები არიან. კარგით, მაშინ მათ მოდით კეთილი მგზავრობა ვუსურვოთ, კარგად დასვენება ვუსურვოთ. მე კი თქვენს კომპანიას წარმატებებს ვუსურვებ, ძალიან ბევრი ტურისტი გაგემგზავრებინოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა კმაყოფილი, ძალიან კმაყოფილი ბრუნდება, უბრალოდ რასაკვირველია, ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ და კიდევ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ წესები აუცილებლად უნდა დავიცვათ, იმიტომ რომ უვიზო რეჟიმი იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ საზღვარს თავისუფლად გადაუკვეთავთ. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ჩემი გადაცემის სტუმარი იყო GoTour-ის დირექტორი ნინო ციკლაური. მე ისევ და ისევ ვულოცავ მთელ საქართველოს დღევანდელ დღეს 28 მარტია ევროპის კარი გაიღო. გისურვებთ, რა ვიცი, საუკეთესო მგზავრობას. ახლა როგორც უკვე ვიმეორებ, აღნიშნე არაერთხელ ქუთაისის აეროპორტი სავსეა და ისინი არიან პირველი მგზავრები, თუმცა საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრი, სტუდენტები უკვე ათეში გაემგზავრნენ. აი ასე დღევანდელი დილა ესეთი
საუკეთესო განწყობით გემშვიდობებად გისურვებთ საუკეთესოს და ალბათ ახალი ცხოვრება დაიწყო საქართველოში, ხო? ასეთი ევროპული გაზაფხული დაგვიდგა. მადლობა დროებით, წარმატებები ნინო. გადაცემა შეიცავს კომერციულ ინფორმაციას. Galbatonebo da batonebo Rigito mokalakeno da aramarto Mogesalmebat dilis saministro Gthout miesalmot dilis ministres Nino Meunargia da David Marlaperidze